თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ პატრულის ყოფილ თანამშრომელს ბექა ფუტკარაიას სასამართლომ აკკოთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა მის თანამბრალდებელ დავით სიამაშვილსაც, რომელიც საქმის მასალების მიხედვით ანალოგიური დანაშაულისათვის წარსულში 3-ჯერ არის სასამართლების. სასამართლო პროცესზე დავით სიამაშვილმა განაცხადა, რომ ბექა ფუტკარაია დანაშაულთან კავშირში არ იყო. მისი თქმით, ყოფილი პატრულის თანამშრომელი მხოლოდ რამდენჯერმე ახლდა ქალთან შეხვედრაზე და ამ საქმიდან არანაირი სარგებელი არ მიუღია. თავად ბექა ფუტკარაიამ სასამართლოს სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა. ცნობისათვის ქუთაისში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ პატრულის მოქმედი თანამშრომლისა და მისი მეგობრის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მამაკაცი სოციალურ ქსელში ბიზნესმენად გაეცნო, მოგვიანებით კი სხვადასხვა მიზეზით მისგან თანხა ისესხეს. დაზარალებული ამბობს, რომ მათ დასახმარებლად ჯერ $6,500, შემდეგ კი სესხით აღებული $30,000 ლარი გადასცა, თუმცა ფული აღარ დაუბრუნეს. ქალის განცხადებით, თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ ვითარება დაიძაბა. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო. ახალი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ აეროპორტი შეძლებს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებასა და მომსახურებას. მოლოდინია, რომ ახალი ბილიკის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ აეროპორტის დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება. ქუთაისი კი რეგიონული სატრანსპორტო კვანძი გახდება. პროექტის ჯამური ღირებულება $240 მილიონი ლარია. გვექნება შესაძლებლობა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდს უმასპინძლოთ. ეს რა თქმა უნდა საგრძნობლად გაზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობას, შევძლებთ რომ მივიღოთ მეტი რეისი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელშეუწყობს მათ შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენ ვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომას უკვე შევძლებთ გავხსნათ ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და სამიმოსლო ბილიკები და სრულ ექსპლუატაციაში მივიღოთ იმისთვის, რომ პირველი ფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ ინფრასტრუქტურაზე მიმდინარე წლის შემოდგომას მივიღოთ. პირველად შეინდება ასაფრენ-დასაფრენის ზოლი, ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენის ზოლი 3600 მეტრი. საქაერო ნავიგაცია სრულად განაახლებს შუქტექნიკის სისტემას ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი მეტეოსადგურები, სანავიგაციო ინფრასტრუქტურა, მოფრენისა და აფრენის განახლებული სისტემები, რომელიც ულტრათანამედროვე სისტემებია და სრულად შეესაბამება როგორც ICAO სტანდარტს, ისე ევროკავშირის ნორმებს. ფრენის ზოლი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ქუთაისის აეროპორტმა მიიღოს უფრო დიდი საჰაერო ხომალდები, შორს მაგისტრალური საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ტვირთების მოზიდვას, სატვირთო გადაზიდვების დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო საავიაციო პროექტი, რომელიც ხორციელდება დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. საკრებულოსთან დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გვიან ღამით დასრულდა. პერიოდულად ადგილზე მანდატურებსა და დაკავებული პირების მხარდამჭერებს შორის იყო დაპირისპირება. მოსამართლემ ნატო ბოლქვაძეს 5 დღიანი, ხოლო შაკო ბალღოშვილს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ასევე 10 დღიანი პატიმრობა შეეფარდა ლაშად გებუაძესაც, მარინე ნანავასა და სანდრო სეხნიაშვილს კი 5000 ლარიანი ჯარიმა. მოსამართლის გადაწყვეტილებით თორნიკე თოშხუას 3000 ლარიანი, მარიამ მეყანწიშვილს კი 6000 ლარიანი გირაო დაეკისრათ. ცნობისათვის 26 ივლისს თბილისის საკრებულოსთან აქციის მიმდინარეობისას ბანერების ჭერის გამო 10 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით დაკავებულებს შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში. განაჩენი არის ცალსახად მიკერძოებული, ცალსახად პოლიტიკური ნიშნით. აღნიშნულმა პირებმა მოახდინეს აღნიშნული ქმედებების აღკვეთა ჩვენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმების ჩახშობა, იმიტომ რომ სასწრაფოდ უნდა მოეხდინათ განსხვავებული ხმის არ მისვლა კონკრეტულ პირამდე, რათა ეს პროტესტის ფორმა დასაწყისშივე ჩაეხოთ. შალვა ბაღდაშვილს ისევე როგორც სხვა ადამიანებს დღეს ედავებოდნენ გამოხატვის თავისუფლების გამო, მათ ყველას ჰქონდა ზედმეტად მკაცრად წარდგენილი
გამოვლენილი დამატებითი მუხლები იმისთვის, რათა მათი ესე ვთქვათ ბრალდება დამძიმებულიყო. პოლიციელები ამბობდნენ ის, რომ თითქოს მათ ვინმე წინააღმდეგობა გაუწია, რაც რა თქმა უნდა ესე არ ყოფილა, არანაირი მტკიცებულება არ იყო ამის. ვიდეო ჩანაწერები ვნახეთ, სადაც ადამიანები თვითონ ხდებოდნენ მანქანაში, მაგრამ პოლიციელები მაინც ჯიუტად იძახდნენ იმას, რომ ეს იყო წინააღმდეგობის გაწევა. გასაჩივრებას რა თქმა უნდა ვაპირებთ, ბუნებრივია საქართველოში სამწუხაროდ აპელაციის ეტაპზეც არ გვაქვს იმედი, რომ რაიმე სახის სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ და ბუნებრივია ფარგლებს გარეთაც გაცდება. პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60,000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დავით ჭიტანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ სავარაუდოდ ხვალ დატოვებს. როგორც ცნობილია, პროკურატურა პროცესზე პატიმრობას ითხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული, რომელსაც დავით ჭიტანავას ედავებიან, გასულ წელს იმ დროს მოხდა, როცა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა აპლიკაცია WhatsApp-ის გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა 3 დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო სამსახველი ფოტომასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო სამსახველი ფოტომასალა მესენჯერის საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი. ესთეტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ამ მდგომარეობას არ ადასტურებს, იქიდან გამომდინარე, რომ ოპერატიულ ინფორმაციით სწორედ ამ ესთეტიკის ცენტრის წარმომადგენელს ბრალდებოდა დავით ჭიტანავასთან ამ ინფორმაციის გადაგზავნა და ბუნებრივია ახლა ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზის ბიუროს უნდა დაედგინა იყო თუ არა გადაგზავნილი დავით ჭიტანავას ტელეფონში აღნიშნული ინფორმაცია. კი ბატონო, ჭიტანავა 26 ივლისს ლობდა საზღვრის კვეთას და მას შემდეგ დაადგინეს. დიახ. და როგორც ახლა თურქეთში გადადიოდა. დიახ, თურქეთში გადადიოდა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. და ამის შემდეგ უკვე მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დიახ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული. ბრალდების ხარე მიუთითებდა, რომ შესაძლოა ბრალდებულის ტელეფონში ყოფილიყო აღნიშნული ინფორმაცია. თუმცა კონკრეტული გარდა ოპერატიული ინფორმაციისა მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ტელეფონში სხვა ინფორმაცია არ არის ნანახი. და საუბრობდა ბრალდების ხარე, რომ აღნიშნული ტელეფონი გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში იმისთვის, რომ დადგინდეს არის თუ არა ეს ინფორმაცია ამ ტელეფონში. თუმცა წელიწად ნახევარია, როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და ამ დროისთვის ეს მტკიცებულება მოპოვებული არ არის. ანუ ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში ეს ადამიანი გამოძიების პარალელურად მუშაობდა ისევ თავის დიახ, ერთი თვე არაც წამოვიდა თავისი განცხადებით. და როგორც იცით, ოჯახური პირობების გამო. რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ეგრეთ წოდებული დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება და აცხადებს, რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემის კიდევ ერთი დადასტურებაა. უწყების ინფორმაციით, თბილისი მზად არის ნაურუსთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და ორმხრივი თანამშრომლობა განავითაროს. მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ არის ძალიან მნიშვნელოვანი. კულტურის ახალი მინისტრი ჯერჯერობით უცნობია. მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. ეს იყო საერთაშორისო სამართლის და ნორმების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად მუშაობდით სხვადასხვა პარტნიორებთან იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგიც არის დღევანდელი გადაწყვეტილება. მინდა რომ მიულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არიშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობისთვის და რა თქმა უნდა უსურვო წარმატება ასევე ჩვენ ქვეყანას სწორედ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში. ეს არის რთული პროცესი, არ არის მარტივი პროცესი. ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი. ამ ომის შედეგი იყო სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და სამწუხაროდ ის საერთაშორისო შედეგები, რაც მოჰყვა ამ აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხრიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული და ასევე
გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თინათინ რუხაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა, მან გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მისეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრად 2024 წლის 18 ოქტომბერს დაინიშნა, ყოფილი მინისტრის საქმიანობასა და თანამდებობიდან წასვლას აფასებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. კულტურის მინისტრი ქალბატონი თინათინ რუხაძე გადადგა, მე მინდა მას მადლობა გადაუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში, როდესაც ის იყო მინისტრი, აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა, აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა და მას ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია ჯანმრთელობის მდგომარეობა. მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვინც იქნება არჩეული, ის იქნება საუკეთესო კანდიდატი. რაც შეეხება გამოწვევებს, რა თქმა უნდა, გამოწვევები ბევრია, პრობლემები არსებობს, ამას სჭირდება მუშაობა, ერთობლივი, როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე და ბუნებრივია, ახალ მინისტრს უსურვებ, რომ ამ პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით იმუშაოს. არ ვიცი ხა რატო არ დანიშნეს სხვა მოად კომპეტენციის მიხედვით ალბათ შეირჩა ის ადამიანი, ვინც მიკაც. თქმა უნდა, შეიძლება დატოვოს პრემიერ-მინისტრი, შეიძლება არ დატოვოს და ახალი წარადგინოს. ხა ამ წუთაც რომ ხელმძღვანელი უნდა ყავდეს უწყებას, ეს ფაქტია და ყავს კიდეც და ხა თუ ფინანსური რაიმე დარღვევები არის სამინისტროში, ძველის მაგალითზე რომ ავიღოთ, თუნდაც თავდაცვის სამინისტროს მაგალითზე ავიღოთ, როგორ მოხდა გამოძიება და რომელი უწყებები იყო ჩართული, თქვენ კარგად იცით და დაინახეთ პროცესი და აუდიტს არ გამოუძიებია თავდაცვის სამინისტროში დარღვევა. გამოიძია შესაბამისმა უწყებებმა. თუ რამე მსგავსი ფაქტი იქნებოდა, აბსოლუტურად ჩვენი ხელისუფლება მყისიერვე პირველივე გააკეთებდა ამაზე განცხადებას და ჩვენ ვიცით არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, რომელსაც ეპატება მსგავსი ქმედებები კორუფციაში ხალის გარევა და შესაბამისად თანამდებობის ბორო და გამოყენა. მე ყველაფერს სიამოვნებით დავაბრალებდი კარმას, მაგრამ ტელე-პირველის გამომძებელი ჟურნალისტების სიუჟეტების მერე, რა თქმა უნდა, კითხვები ჩნდება და რთულია ყველაფერი კარმას გადააბრალო. თუმცა ამდენი მიღწევა ქონდა ქალბატონ თინათინს, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრი პირდაპირ მნიშვნელობით მოკლა, რომელიც ისე გვერდში ედგა სახელოვნებო სფეროს, რომ თავადაც იცის, რომ უდანაშაულო ანდრო ჭიჭინაძე ციხეში ავრი წელი და ერთხელ მე დავაპატიჟე სპექტაკლის ნახვა თუ უნდა და სასამართლოებზე ვეპატიჟებოდი, იმიტომ რომ ამაზე ცუდ სპექტაკლებზე, მაგრამ სპექტაკლი იყო. რომ რაღაცნაირად თვითონ ენახა ერთხელ მაინც ეს პროცესი და ძალიან გვერდში დაგვიდგა, რაც რთული არ დაუფასო ახლა ამ ქალბატონს. გელათი ისევ მდგომარეობაშია და არ ვიცი, აი ქალბატონი თინათინ, რომელიც ინტერვიუების დროს მართლა მეგონა რომ ბონუსებს იღებს, იმდენჯერ ახსენებდა პარტიას და მადლობებს იხდიდა კონტექსტ სჭირდებოდა თუ არ სჭირდებოდა, უცება ის წავიდა კულტურად დაგვტოვა შეიძლება ითქვას, რომ არც ბრიფინგი მოაწყო, არც მადლობები გადაიხადა და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად გაგვეპარა. ძალიან, არ ვიცი, ჯანმრთელობას ვუსურვებ. არაერთი სიუჟეტი იყო კორუფციასთან დაკავშირებული. მე ახლა ხო ჟურნალისტებზე მეტი ნამდვილად არ ვიცი, რაც ვნახეთ, ეს არის კითხვები გაჩნდა ძალიან ბევრი. ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებ საინტერესოა თუ რატო გადადგა ან მოხსნეს ქალბატონი თინათინ რუხაძე ან ვინ გახდება კულტურის მინისტრი, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ეს სამინისტრო აღარ ასრულებს მასზე ნაკისრვალდებულებებს, რაც უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში სახელოვნებო შემოქმედებითი პროცესის თავისუფლების უზრუნველყოფა, თავისუფალი ხელოვანების მხარდაჭერა. ყოველთვის პრობლემა იყო ქართული ოცნების რეჟიმისთვის ეს უწყება, იქიდან გამომდინარე, რომ მას წარმოადგენენ ადამიანები, ხელოვანები, მწერლები, რომელთა აზრს ძალიან დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ეს ხალხი რეჟიმისთვის და სისტემისთვის ყოველთვის საფრთხე იყო, აქედან გამომდინარე, ყველა მინისტრი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ინიშნებოდა, მას უნდა შეესრულებინა ის მთავარი ამოცანები, რაც ქართული ოცნების პარტიული დღესწესრიგი იყო. მე არ მეგულება დღეს საქართველოში კარგი რეპუტაციის და ავტორიტეტის მქონე ვინმე პირი ამ სფეროდან, რომელიც დათანხმდება ამ მოცემულობით, ამ უწყებას უხელმძღვანელოს, ამიტომაც ნიშნავენ ნდობით აღჭურვილ პირებს იუსტიციის სამინისტროდან, საჯარო ახსრუების დეპარტამენტიდან.